გამარჯობა. ფორმატირება Excel-ში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხოლმე მეთოდებს, როგორ დავაფორმატოთ ტექსტი, იმისთვის რომ მე რაღაცა მარტივად ვიპოვოთ. ამ დროს შეიძლება მოგდაგჭირდეს ერთი ისეთი საინტერესო ამოცანაც, რომელიც ჩემი ტრენინგის მონაწილემ დამისვა, მე გიორგი ვერდატკიშვილი და ვნახოთ თუ როგორ გადავწყვით აი ამ პრობლემას. მოკლედ, საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც ვიწყებთ Excel-ში ფორმატირებაზე საუბარს, ცხადია, პირველ რიგში გვახსენდება, რომ უნდა მაგალითად უჯრა იყოს ყვითელი ფერის. მოდით გავაკეთოთ მართლაც ყვითელი ფერი, წითელი ასოებით, უნდა ცენტრში დალაგება და მაგალითად მისი, ესე ვთქვათ, ბოლდის მიცემა. გავხსენოთ, რომ Format Painter-ზე ორჯერ ხელის დაკლიკებით შეგვიძლია ალაგ-ალაგ ეს ყველაფერი მოვნიშნოთ და საბოლოო ჯამში შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ამოცანაც ვთქვათ თუ რა არის, ხო? ჩვენი მიზანია, რომ მოცემული ტექსტი გადავაკოპიროთ ისე, რომ არც მიმდევრობა აგვერიოს და თან მხოლოდ გადავიტანოთ ფორმატირებული მონაცემები. ხადია თუ აქ შევალთ და color sorts გავაკეთებთ, ნუ ვიცით, რომ ეს ამბანით დალაგდება და თან გადაიტანს, ასე ვთქვათ, აი ამ მონაცემებს ფერის მიხედვით, ხო? მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც არ გვინდა, რომ უბრალოდ დაალაგოს თან ამბანის ან მიხედვით, არამედ უბრალოდ იმ მიმდევრობით დაალაგოს, რა მიმდევრობასაც აქ ხედავთ. აი ეს ცხადია, ხედავთ, რომ ამც არის ამბანურად დალაგებული, ანუ რეალურად გადაალაგა, შეხედეთ, დეისაძე, ნიჟარაძე, გაბუნია, მჭედლიშვილი, ანუ ისევ შევდივართ, ვეუბნებით sort by color, დეისაძე, ნიჟარაძე, გაბუნია, მჭედლიშვილი. ანუ შესაბამისად გამოდის, რომ ინარჩუნებს, ასე ვთქვათ, თავის დალაგებულ მიმდევრობას, რომელიც გვაქვს ცხრილში. და ამის შემდეგ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ის გადავაკოპიროთ. თუმცა კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც შეიძლება შემოგთავაზოთ, გახლავთ ასეთი რამ. თქვენ შეგიძლიათ Excel-ში მონიშნოთ მაგალითად თლიანი სვეტი, მისცეთ Ctrl+F-ი და შემდეგ უთხრათ, რომ იპოვეს ისეთი უჯრები, რომელი უჯრებიც სწორედ რომ ფორმატირებისას, options-ზე ხელის დაჭერისას, ჩამოშლით, აირჩევთ choose from selected cells-ი, ანუ რაღაც კონკრეტული უჯრა, მიიღოს ზუსტად ეს ფორმატი, რა ფორმატიც აქ იყო და შემდეგ გააკეთა ბრძანება, რომელიც არის find all. ასეთ შემთხვევაში კონკრეტულ უჯრებს მოვნიშნავთ და ეს კონკრეტული უჯრები უკვე საბოლოო ჯამში შეგიძლიათ მისცეთ close, დააკოპიროთ, გადახვიდეთ თუნდაც ახალ შიტზე და გადაიტანოთ. და გადავა ზუსტად იმ მიმდევრობით, რა მიმდევრობითაც ის თქვენ გქონდათ მოცემულ ცხრილში. ვინაიდან რადგანაც მაგალითად ყვითელი ფერის უჯრა შეიძლება იყოს კიდევ აი ესენი, რომელიც საბოლოო ჯამში იყოს არა წითელი, არამედ მწვანე. მაგალითად და ესეც ბოლდით და ესეც იტალიკით. მაშინ, როდესაც უკვე სტანდარტულ ფერებზე გადავალთ და ფილტრებში შევალთ და ვეტყვით, რომ გაგვიკეთეს სორტირება უკვე აი ამ ფერის მიხედვით, დაკვირდით დაალაგა მართლაც, მაგრამ აქ გამორჩევა, რომ ზოგი წითელია და ზოგი მწვანეა ძალიან რთულია. ამიტომ ჩვენ თუ ამოცანა გვაქვს მხოლოდ მწვანეები გადავიტანოთ, ვაძლევთ find-ი, შესაბამისად აქ ჯერ ვაძლევ clear, რომ არაფერი არ იყოს. შემდეგ ვეუბნები, რომ აიღე choose from cells-ი, ანუ format cells-ი, რომელიც გვინდა, ვიპოვით მაგალითად აი ამ მწვანეს, შემდეგ find all-ი და ზუსტად ისენი მოინიშნება. დავხურე, მივეცი copy და ამის შემდეგ გადავედი და დავpaste. როგორც ხედავთ, მივიღე ის საჭირო მიმდევრობა, რაც მე მჭირდებოდა. და თან ზუსტად იმ ფორმატირებით, რა ფორმატირებითაც ჰქონდა. და შერეული ფორმატირება, ანუ ის, რომ ორივე ყვითელი იყო, აქ უკვე პრობლემა აღარ შემექმნა. მე გიორგი ვერდატკიშვილი და მადლობა, რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს. მომავალ შეხვედრამდე გელოდებით დამისვით შეკითხვები. ნახვამდის.